ხალხით კიდე ერთხელ, მაგრამ მეორე ვიდეოსაც გადავიღებთ. მოდი ახლა ვილაპარაკოთ უშუალოდ ლევიათანზე. ლევიათანი არის შურის ისა რა, აი შურის გამოხატვებული ნეგატიური არსება კი არა და ისა რა გარჩ შურის ეშმა კი არის ლევიათანი. ეს ლევიათანი სხვათა შორის თავის დროზე ლევიათანები სუპერნეიჩრალი ვისაც გაქვთ ნახი, მოკლედ მარტივად რა გიხსნათ, ძალიან სწორად აქვთ მითოლოგიაც, რელიგიებიც სწორად აქვთ გამოჩენილი რა რაღაცებზე. და ძალიან მომწონს მაგათი შეხედულება ყველაფერი მსგავსის მიმართ. განსაკუთრებით ერიკ კრიპკესი, რომელიც იყო მთავარი სცენარისტი თუ მთავარი დირექტორი თუ რავი რაც იყო რა. გავჩე ეგ როცა იყო, მაშინ უფრო საინტერესო იყო აკვი სუპერნეიჩრ. ხო და იქ ლევიათანები არიან შექმნილები როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ნეგატიური არსებები და ერთ-ერთი პირველები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და მე ძალიან მომწონს მაგათი შეხედულება. იმის გამო რომ აი იდეაში ლევიათანის ისტორია როგორც ასეთი ცალკეულად განსაკუთრებული ისტორია რაღაცა არ არსებობს. უბრალოდ შური გაჩნდა არ ვიცი სად აბელში და კაინში უკვე შური იყო რა. მეორე თაობა ადამიანებში კი არა და პირველი თაობა გამოდის რა. უკვე შური გაჩნდა. შესაბამისად ძალიან ადამიანური ის არის. ჩემი აზრით კაინს შურდა აბელს და მაგის გამო მოკლა. იმიტომ რომ აბელი უფრო უყვარდათ შობლებს ვიდრე კაინი. ეგრე იყო და ეხლა. რავი. შური არის ადამიანებში ალბათ ყველაზე ხშირი გამოვლინება ცოდვების რა, იმიტომ რომ ეს შეიძლება ადამიანს არც იცნობდე და გშურდეს იმ ადამიანს. და ძირითადად გამოწვეულია მატერიალური და რაღაცა მსგავსი უაზრო იმებით რა. მატერიალური მდგომარეობა იდეაში არ არის აუცილებელი რომ მილიონერი არა, მილიონი შეიძლება აუცილებელი იყოს უკვე ისეთი რეალობა, მაგრამ მილიარდელი რო იყო. აი არ გჭირდება რა. თავარია რომ რაღაცა სამყოფი გქონდეს შენ და შენს ოჯახის წევრებს, რომ რაღაცა ნებისმიერი უაზრო პრობლემა რო გაგეჩნდოთ, გაუთვალისწინებელი პრობლემა რო გაგეჩნდოთ, მაგ პრობლემების ფულით გადაჭრა თუ იქნება შესაძლებელი, ეგ პრობლემები რო გადაიჭრას, აი მაგდენი ფული უნდა გქონდეთ. ანუ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ხარჯი რაღაცა რომ მოხდეს რა და გქონდეთ. აი ეგაა საჭირო თორე აი 700 მილიარდი რო გიდევს ანგარიშზე, ხო? აი იმ დღეს ვსაუბრობდი ამას წინათ, რომ უაზრობა არის. აი მენა უაზრობა არის, ვერც იყენებ, არც იყენებ. ნეტვორსი შეიძლება გქონდეს 700 მილიარდის და ანგარიშზე 3 ლარი გედოს. ილონ მასკს ჰქონდა ეგეთი პერიოდი, რომ რაღაცა 9 მილიარდის ქონება ჰქონდა, ფული აღარ ჰქონდა, იმიტომ რომ ყველაფერი ტესლაში ჩადო. სისულელეა ეგ. აი ხო სისულელეა, აი რო დაფიქრდეთ. ან 500 მილიარდი კომპანია მაქვს და ფული არა მაქვს. რა თქმა უნდა ის კომპანია. აუჩი არ მესმის მე. და მე ეგეთი ადამიანების არ მშურს. მე პირიქით მეწოდებიან. იმიტომ რომ ფულის მონები ხდებიან ადამიანები რაღაც ეტაპზე. მე სხვათა შორის ბავშვობაში რა ახალგაზრდა რო ვიყავი მაშინ როცა მუშაობდი ხოლმე. მქონდა რა საკმაოდ კარგი შემოსავალი იმ პერიოდისთვის მით უმეტეს და მაგ ფულის გამო ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგე ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე მქონდა ხო და იმათ არ მქონდათ და მაგიტო ალბათ. და მე მგონია რომ ეგ ყველაფერი შურის ბრალი იყო ხოლმე და ეს შური როცა არის შენს მიმართ მაგ დროს შენივე ძალებით შეიძლება ვერ მოერიო მაგ ყველაფერს და რაღაცა ნეგატიური დაგემართოს რა. და მაგიტო არ მიყვარს ზოგადად ფული, რომ ვიღაცა ზოგადად ფული არ მიყვარს, ცოტა ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ხმამაღალი განცხადება გამოდის, მაგრამ ხო ხვდებით რა გულისხმობ, რომ ფულს ვეძახი ბევრს, ძალიან ბევრს. რაც უფრო მეტი ფული გაქვს, მით უფრო მეტ ადამიანს უნდა შენთვის ცუდი. რაც უფრო მეტი ფული გაქვს, მით უფრო მეტი გინდა შენს. და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ფული ადამიანებს ცოტა არ იყოს და აფუჭებს. ცოტა არ იყოს კი არა და მაგრა აფუჭებს. ბევრი ადამიანი მინახავს ფულით გაფუჭებული და უფულობით გაფუჭებულიც ბევრი მინახავს რო არ მოგატყუოთ. უბრალოდ იცით რა არის? რაღაცა გვეკარგება, სადღაც რაღაც ეტაპზე გვეკარგება. სულ ვიღაცას
ვიღაცასთან შევდივართ რაღაცა იმეებში, წარმოსახვით შეჯიბრებში, რომ აი მე იმაზე მეტი მინდა მქონდეს. რად გინდათ? რად გინდათ? ეს ჩემ მეზობელს ისეთი მაგარი მანქანა ყავს, მე როგორ ვიარო ნაკლებით და ბინას დებს იმაში და მანქანით დადის. სისულელეებს ვაკეთებთ, ანუ ადამიანები არ ვართ დედამიწაზე ცხოვრების უფლების ღირსები კი არა და როგორც არის რა, გრამატიკულად სწორად დაალაგეთ და ისე გაიგეთ. არ ვიმსახურებ, მართლა არ ვიმსახურებ. ეხლა როგორ თქვენ მეუბნებით, რომ რაღაცა კატები როგორც არიან და ძაღლები როგორც არიან დედამიწაზე, მაგათ ხელს უშლით. დაჟე აი ძაღლებსაც და კატებსაც ხო ხელს უშლით ჩვენი არსებობით. ბუნებას, ხეებს, ტყეებს, ყველაფერს ხელს უშლით. არა და ის სიცოცხლის უნარია ნათვლი მე ბუნების ყველა ნაწილს და აი ქვები რო ყრია, იმ ქვებში ვხედავ სიცოცხლეს. მაგრამ არა, ჩვენ რაღაც უნდა მივიდეთ, იქ რაღაცა კორპუსი დავაშენოთ, იმ კორპუსში მე რაღაცა ნადიროთ, ბოზიში დედა უნდა უტიროთ ყველაფერს და მე ვთქვათ, რომ აბა ჩვენ ბუნებას გაუმარჯოს. მაგარი რაღაცნაირი ხალხი ვართ რა, ზოგადად. მე ხა ეს ქართველების სტილია ეს ჩვენ ბუნებას გაუმარჯოს, მაგრამ მთელ მსოფლიოში ხო ეგრე არის იდეაში, რომ აი მთელ მსოფლიო დგას და იმას საუბრობენ, რომ უნდა გადავარჩინოთ ბუნება. და გადავარჩინოთ და მიდიან სახში, ბოლოს რაღაცა 7 და 8-იანი ძრავით მანქანებით 6 და 7 F 450 ჩემი საყვარელი მანქანა არის F150 და F450 Ford-ის პიკაპ. ხო და აი ამ მანქანებით მიდიან სახში. არ მე იმას ეხლა მე თვითონაც ეგეთი გამოვედი. კარჩი, ნუ რა აზრი აქვს, მაგრამ ეგრეა, ნუ საბოლოო ჯამში ეგრეა. აი ხო ხედავთ, მე თვითონაც ვლაპარაკობ სწორს, მაგრამ საქმეზე რომ მიდგეს არასწორად მოიქცევი ამ საკითხზე. просто ეხლა შურს ძალიან გავცდი, მაგრამ ეგეც არ არის პრობლემა, დიდად. თავარი ინფორმაცია შურზე რაც იყო, მოგაწოდეთ, რომ იცოდეთ, რომ ლევიათანი რა არის, ვინ არის და რატო არის. ეგ თქვი და მე რა ვქნა. ხო და აი F450-ით მიდის 6 და 7 აქ ძრავი. რაღაცა 700 ლიტრი ბენზინს წავს ამ სახში მივატიპე და მე გამოდის და იძახის რომ აი ბუნებაზე უნდა ვიზუნავ ძმაო. ბუნებაზე უკვე აღარ ზუნავ შენ ძმაო. აი რაღაცა სისულელეებს აკეთებთ. ვაკეთებთ. აუჩე, თეთრი შური რომ მოვიგონით ეგეც, მაგრამ მევასება. ანუ ეს ლევიათანი არის შავი არსება, ყოველთვის შავთან უასოცირებული და მე მოვიფიქრეთ თეთრი შური მოვიფიქრეთ, რომ აი თან მიხარია, მაგრამ მეც მინდა. და ვითომ კაია, აი თეთრი შურით, შურს შენი ისეთი კაი სამსახური გაქვს. ანუ დიდი სიამოვნებით მეც ვიქნებოდი მაგ ადგილას და შენ გაგაჯმევინებდი. მაგას ეუბნებით. ანუ თეთრი შურით შურს ისეთი კარგი მანქანა ყავს, ანუ გამოგაჯე, აი ჯეტიაში რო ესე გადააგდებდი, ეგრე გადააგდებდი და შენ შეждდებოდი. ეგაა თეთრი შური. ის არ არის თეთრი შური არ არსებობს. რაღაც მოვიგონეთ ადამიანები, მაგრამ მოდი კი მშურს, მაგრამ ვითომ არ მშურს. და რაღაცა მოვიგონეთ, რომ აბა თუ მიხვდებიან რომ მშურს. სასაცილო ისინი ვარ. ძალიან სასაცილო ადამიანები. თან სულ რაღაცა ხლეობებს ვაკეთებთ და მე ვაправებთ რა. ეგ მე ვასება, მაგრამ რა კაი ის დაგიწია. თეთრი შურით შურს შენ. კაი გოგო მოგიყვანია ცოლო. თეთრი შურით შურს შენ. რას ნიშნავს ღვით? უი, ჩემი ახალი ოთახის ბინადარი უნდა გაგაცნოთ. ბატონი პიკაჩუ, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი არის. ოღონდ იმის გამო კი არ არის საყვარელი, რომ პოკემონი მევასება, პოკემონი ვაფშე არ მევასება. პოკემონებში მევასება 10 კაცი. ადამიანი არც ერთი არ არის, რა თქმა უნდა, მონსტრები მევასება. პოკემონი ნიშნავს იაპონურად მხეცს. მე მგონი. სხვათა შორის 3-6-იანიც ნიშნავს მხეცს. მხეცს ნიშნავს რა გულისხმობ? ნერონს, ნერონი,
რომელმაც თავის დროზე ბევრი ადამიანი დახოცა მოკლა, რომ რაღაცა ქრისტიანობა არ გავრცელებულიყო კარგად და ხელი შეეშალა ქრისტიანობისთვის. მაგ ადამიანს, ეძახდნენ დაშიფრულად მხედს, რომ ვერ მიხვდარიყვნენ ვისზე იყო საუბარი და ეს 3-6-იანი რომაული კი არა, სადაურია. აი ეს არა მონსტერის ნიშანზე რო 6-იანები რა, როგორცაა შეკრული რა, ეს და ეს. მაინც ეხ თქვენ იქიდან მომიყურებთ, ეს და ეს. ეს და ეს. ანუ ეგ არის მხეცი არის შეფარვით რა, ხო და ეს მხეცი მოიხსენებოდა ეშმაკი და 3-6-იანი მაგის გამო გახდა ეშმაკის ციფრი. პლუს მინდა იცოდეთ, რომ ზოგადად იმაში ჩვენს რელიგიაში ყველაფერი არის დალაგებული როგორ იცი, რომ 6 კარგია და 7 ცუდია. 12 კარგია და 13 ცუდია. ანუ ღმერთს ყავდა 12 მოციქული, მე-13 დაემატა თუ არა, მე-13 იუდა გამოდგა. ანუ როგორ გითხრათ, ეხლა დავიბენი ჩემ თავში. 12 რო არის დადებითი. დედამიწაზე ყველაფერი არის 12, რო დააკვირდეთ. 12 საათი არის. ანუ საათებიც ეგეც დალაგებული არის, რომ 12 საათი არის. 6 ადამიანი თუ იკრიბება, ეს არის ფსიქოლოგიური დასკვნა, რომ როდესაც რაღაცა საქმეზე მუშაობს 6 ადამიანი, 6 ადამიანი მუშაობს იდილიაში. როგორც კი მე-7 ემატება, ეგრევე ხდება საგიჟეთი. მაგიტო არის, რომ 6 ადამიანზე იყიდება ყველა ჭურჭელი. ყველაფერი არის 6, 12, 24. ეს ყველაფერი 3-ის ისენი რა, ჯერადები არის. იმასთან ასოცირებული, რომ უფრო საფრთხოა. და როგორც კი 1Z ხდება რაღაც Z მანდ, ავტომატურად ნეგატიური ხდება. მაგიტო არის 13 თარსი რიცხვი, მაგიტო არის რაღაცა სიგიჟე, ლალალა, ლულალა. ხო ხდებით რას ვამბობ? ხო და ამიტომ აი, ჩემი რჩევა იქნება, თუ სადღაც მუშაობთ და გუნდში 7 ხართ, ერთს გააჯმევინეთ. ერთს გააჯმევინეთ, იქით დასვით, პროსტა გაწიეთ რა, ანუ საქმეში არ მიიღოს მონაწილეობა და ნახავთ ყველა როგორ გამოსწორდება და ყველა უკეთესი როგორ გახდება. იმიტომ რომ აი მე თვითონ გავტესტე ეგ ყველაფერი, როდესაც ჭიათურის მაღაროელში ვიყავი კაპიტანი, მე მანსანგას ვთამაშობდი, არ ვიცი იცით თუ არა, ადრე, ძალიან ადრე და ჭიათურის მაღაროელში გავტესტეთ ეგეთი რაღაც, რომ შევიკრიბეთ 6-ნი და ვიმუშავეთ რა. რავი, ჩვეულებრივად ვიმუშავეთ. მე-7 მოვიდა თუ არა, ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. ავტომატურად ყველა აირია. ხო და მე მგონია, რომ ეგეთი მინიშნებები და რაღაცები ცხოვრებაში აუცილებელია, რომ გავითვალისწინოთ. და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი პიკაჩუ მოგეწონათ. იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს. პროსტა ისა მისაკრობი აქვს და მე მისაკრობით არ მაქვს ჩამოკიდებული მაგ გაზაფებზე. კარგად ბრძანდებოდეთ. ნუ რა ვიცი, ნუ შეგშურდებათ, ნუ თეთრი შურით. ან თუ შეგშურდებათ, იმას მაინც ნუ იტყვით, რომ აი იმ შურს ოღონდ თქვენ თეთრი შურით. იმიტომ რომ ჩემი აზრით თავსაც იტყვებთ, იმ ადამიანსაც ატყვებთ და კიდე ბევრს ატყვებთ, ვინც ისმენს მაგ ყველაფერს. ასე რომ, ბედნიერები ვიყოთ. 6-ნი ვიყოთ ხოლმე, როც შევიკრიბებით. აი, ეგეთ რაღაცებს დააკვირდით, აი უბრალოდ აი ამიერიდან დააკვირდით რა. მე-7 ყოველთვის Z-ია. მე-13 ყოველთვის Z-ია. ეს არის ჩემი დასკვნა. გაყვაცეთ, კარგად იყავით, ჭკუით იყავით, გეანსვალთ.